ბერლინი ამერიკის შეერთებულ შტატებს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანონმდებლებს ვაშინგტონთან მიღწეული ახალი გარიგების შესახებ ამცნო. ფრიდრიხ მერცის თქმით, შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის კულუარებში გაფორმდა. ამან კი სამიტისგან მის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამით ჩვენი თავდაცვის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზებს ვავსებთ. ამასთანავე გავაგრძელებთ მუშაობას საკუთარი ევროპული სისტემების განვითარებაზე და მათ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებაზე. ასევე საგულისხმოა, რომ კანადამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება გერმანიისა და ნორვეგიის დახმარებით მოახდინოს თავისი წყალქვეშა ნავების ფლოტის მოდერნიზაცია და გერმანული TKMS-ისგან 12 წყალქვეშა ნავი შეიძინოს. ძვირფასო კოლეგებო, ეს არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში თავდაცვის სფეროში გაფორმებული ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონტრაქტი, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში 100 მილიარდ ევრომდე ეკონომიკური სარგებლის შექმნას უზრუნველყოფს. რამდენიმე თვის წინ ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტრამპს შორის ირანის ომის ირგვლივ გაჩენილმა უთანხმოებამ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საჯარო თავდასხმებმა გერმანელი კანცლერის მისამართით გარკვეული კითხვები გააჩნია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მომავალზე. მით უმეტეს, რომ მაისში ვაშინგტონმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებაც დააანონსა, რის შემდეგაც ტომაჰავკების შესყიდვის ბედი გაურკვეველი გახდა. მაშინ თეთრი სახლის განცხადება აღიქმებოდა როგორც ტრამპის უარი იმ გეგმებზე, რომლითაც გერმანიაში შორი მოქმედების ტომაჰავკების ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული ბატალიონის განთავსება იყო გათვალისწინებული და რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო შეთანხმებული. ბერლინი ამ ნაბიჯის განხორციელებას აქტიურად უჭერდა მხარს, რადგან მას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ შემაკავებელ საშუალებად მიიჩნევს, ვიდრე ევროპელები საკუთარ ტომაჰავკების მსგავს იარაღს შეიმუშავებენ.